ახლა უნდა მოგიყოთ ქალზე, რომელმაც ცეკვით სასშემსრულებლო მანერი და ტალანტით ევროპის დიდი ნაწილი აღტაცებაში მოიყვანა. საუბარია საზღვარგარეთ მოღვაწე პირველ ქართველ პროფესიონალ მოცეკვავეზე, რომლის სახელი და გვარია ელენე ჩერქეზიშვილი. ახლა მინდა მისი ფოტო განახოთ, სხვათა შორის სოციალურ ქსელებში მისი სხვა ფოტო სამწუხაროდ არ იძებნება. 1912 წელს ელენე ჩერქეზიშვილი პირველად მიემგზავრება საზღვარგარეთ, კერძოდ ბელგიაში, სადაც აღმოსავლური სლავური და კლასიკური ცეკვები შეუსრულებია. გერმანიის ქალაქ ჰანოვერში მონაწილეობდა თურმე სპექტაკლში თავადის აღზრდა. ელენე ცეკვით მოხიბლულა ჰანოვერის თეატრის დირექტორი და გამოუთქვა მსურვილი, რომ ელენე დარჩენილიყო მთელი სეზონის განმავლობაში, თუმცა მან ელენესგან მტკიცე უარი მიიღო და ის პარიზში გაემგზავრა. პარიზის თეატრ იმპერიალის დირექტორს მიუწვევია და პარიზულ პრესაში ძალიან მალევე გაჩნდა სტატიები ელენე ჩერქეზიშვილის გამორჩეულ ქორეოგრაფიასთან დაკავშირებით. მაგალითად, ჟურნალ La Monde Illustre ფრანგებს მოუწოდებდა და ასეთი ციტატა აქვს. ყოველგვარი და ყოველი მხატვარი მოქანდაკე ნამდვილი არტისტი უთუოდ წავა ნახოს და ტაში დაუკრას დიდებულ მოცეკვავე ქალს. ელი ჩეროვას ყველა ვისაც უყვარს მიმიკა და პლასტიკური ხელოვნება. ახლა მინდა გაჩვენოთ კოსტიუმი, რომელსაც ის ატარებდა ცეკვის დროს და წარმოდგენებისას ეცვა. ქართული კაბაა ეს. დღეს ეს კაბა როგორც სამუზეუმო ექსპონატი კულტურის ისტორიის მუზეუმშია დაცული. პარიზულ პრესაში მას ელი ჩეროვათი მოიხსენიებდნენ და მას ქართველი დანკანი უწოდეს სხვათა შორის ძალიან მალევე. იყო ასეთი ამერიკელი მოცეკვავე აისედორა დანკანი, რომელიც სასწაულებს ახდენდა სცენაზე და სწორედ მის საპატივცემლოდ უწოდეს ჩერქეზიშვილს ქართველი დანკანი. ელენე ინგლისსა და ამერიკაშიც მიიწვიეს საგასტროლოდ, მაგრამ მოულოდნელად პეტერბურგელ მსხვილ კომერსანტს მისხოვდა და გაყვაცოლად. პარიზში გადასახლდა და სცენას სამუდამოდ ჩამოშორდა და ამიტომაც მისი შემდგომი ცხოვრების გზა უცნობია. როგორ გაგრძელდა ასეთი ძალიან პოპულარული და წარმატებული ქალის ისტორია, მხოლოდ ერთი წერილიდან ვიგებთ, რომ 1957 წელს ჯერ კიდევ ყოფილა ცოცხალი, ხანდაზმული, რადგან ცნობა არსებობს, რომ პარიზში ის სუხიშვილების მიერ გამართულ კონცერტს დასწრებია. დაიბადა მოკლედ საგარეჯოს ძალიან კარგ სოფელში, თოხლიაურში, ქართულ ცეკვებს სახელი გაუთქვა ევროპაში და რა თქმა უნდა, პარიზში გარდაიცვალა. სამწუხაროდ საქართველოში არ არის დაკრძალული, მაგრამ ძალიან დიდი ქართული ისტორიას გაუწია პოპულარიზაცია ევროპაში. ნამდვილად.